ეს ფოტო ახალციხეში, ეგრეთ წოდებულ 11-იანების დასახლებაში არსებულ სკვერშია გადაღებული. მომხმარებელი ფოტოს გავრცელებასთან ერთად სვამს კითხვას, ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ ბავშვი აქ ხელს შეყობს. ჩვენ ადგილზე დღეს დილით ვიმყოფებოდით. ახლა დაზიანებულ განათების ბოძს ეგრეთ წოდებული სკოჩი აქვს შემოხვეული. ვინ გადაწყვიტა პრობლემის ამ ფორმით მოგვარება უცნობია. მერიაში ირწმუნებიან, რომ ამ სკვერში ელექტროენერგია დროებით გამორთულია რეაბილიტაციამდე. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ელექტროენერგიის კაბელების დასამალად წებოვანი ლენტია გამოყენებული. იგივე ვითარებაა კოსტავას ქუჩაზე, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქვთ თუ არა ინფორმაცია ამის შესახებ და რამდენად არის ღია კაბელების დასაფარად გამჭვირვალე წებოვანი ლენტი უსაფრთხოების გარანტი? ვკითხეთ მერიას. მათგან პასუხის მიღებას ველოდებით. როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა სკვერებში და საჯარო სივრცეებში ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით და როგორია ახლა? გვესაუბრება სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. ყველა ეს პრობლემა, ყველა ეს ტრაგედია, ხო, რომელსაც ჩვენ ბოლო წლებში შევხედავთ და რომელსაც განსაკუთრებულად თქვათ აი ამ თვეებში შევხედავთ, გამომდინარეობს ერთის მხრივ იმისგან, იმ კონცეფციისგან თუ როგორ გვესმის სახელმწიფო და რას ნიშნავს კეთილდღეობაზე და ადამიანურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ხო, და მეორე მხრივ ეს გამომდინარეობს თვითოულ რგოლზე, ეს ექნებიან სოციალური სამსახურები, თვითმმართველობები თუ მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები, მათი მუშაობის მკვეთრ გაუარესებას და დეგრადაციაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ქართული ოცნება აგრესიულად აძლიერებს ავტოკრატიას, მისი მთელი რესურსები დღეს მიმართულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე და ბიზნეევანიშვილის ოლიგარქიული ინტერესების გამყარებაზე და ამ პირობებში ძალიან აშკარაა, რომ სისტემა ხდება დისფუნქციური და ის ვეღარ აკმაყოფილებს და ვეღარ პასუხობს იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც მათ ყოველდღიურობაში ჩვენს თანამოქალაქეებს აქვს. ეგრეთ წოდებულ 11-იანებში არსებულ სკვერში დაზიანებულია საბავშვო სასრიალო ატრაქციონები, რომელსაც მოაჯირები მოტეხილი აქვს. გატეხილია ეგრეთ წოდებული ბზრიალა და აიწონა-დაიწონა. ასევე დაზიანებულია სკამები, აწვენილია ატრაქციონების მიმდებარედ მოწყობილი რბილი მოედანი. ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში გეგმავენ სკვერის სრულად რეაბილიტაციას, თუმცა კონკრეტულად ვერც დროს და ვერც ბიუჯეტს ასახელებენ.